შეიძლება ეხლა თქვენ ყველას წაკითხული გაქვთ ან რაღაცა კიდევაც მოგისმენიათ ამ სამი დიდი მღვდელმთავრის შესახებ, მაგრამ ზოგადად შევეხოთ, ძალიან ვრცელია მათი ცხოვრება. საკმაოდ ესე იგი ბევრი რამ არის ნათქვამი და შემონახული მათ შესახებ. მათ შორის ქართულ ენაზეც. და დიდი ინფორმაცია არის მათი მოღვაწეობის შესახებ, მაგრამ ზოგადად შევეხოთ, ესე იგი აი თან დღევანდელი დღე რატომაც იქნა დადგენილი. მათი დღესასწაულები ცალ-ცალკეც არის. წმინდა ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის და იოანე ოქროპირის ცალ-ცალკეც არის, მაგრამ მე-11 საუკუნეში მოხდა ესეთი რამ, რომ ახლა მრევლი იყო გაყოფილი, ესე რომ ვთქვათ. ზოგი ამბობდა, რომ წმინდა იოანე ოქროპირია ამ სამ მღვდელმთავარს შორის ყველაზე დიდი, ზოგი ამბობდა ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და გამოყოფდნენ სხვადასხვა ნიშნით, აი ამიტომ არის ეს დიდი, აი ამიტომ არის ეს დიდი. ყველას თავისი რაღაც ჰქონდა ესეთი დამახასიათებელი. და მე-11 საუკუნეში 1084 წელს ხდება ეს. ისინი გამოეცხადნენ მღვდელმთავარს სამივენი ერთად და აუწყეს, რომ ჩვენ ღვთის წინაშე ერთნი ვართ. არ არისო ჩვენ შორის ესე მეტნაკლებობა. ისედაც წმინდა ადამიანისთვის არ არის ეს მე იმაზე მეტი ვარ, მე იმაზე ნაკლები ვარ. ეს ადამიანური, ეს უნებებია ჩვენი, რომ აი მე ვიღაცაზე მეტი წარმოვჩნდე, ესე იგი. მე უფრო პატივსაცემად წარმოვჩნდე, მე უფრო დამაფასონ, მე უფრო გამიგონ, მე უფრო რაღაცა ეს ეგ კარი შეაღირო, იქაც სითბო შევიდეს, მე იქ მოვწოთ, დალოდება. და ჯერ ისინი თავის სიცოცხლის, ხორციელი სიცოცხლის მანძილზე ებრძოდნენ ამას თავის თავში, რომ არავიზე დიდი არ წარმოჩენილიყვნენ. და მით უმეტეს, როდესაც ღვთის წინაშე არიან და ღმერთთან ერთობით ხარობენ, ღვთის დიდებით ხარობენ, მათი საზრუნავი ნამდვილად აღარ არის ის, რომ ვიღაცაზე მეტად გამოჩნდნენ. ისინი ხარობენ ღმერთთან ყოფნით. ჩვენ ეს სიხარული ჯერ რა თქმა უნდა არ ვიცით, თუმცა იმის ნაპერწკალს ღმერთი აქაც ადამიანებს გამოუჩენს ხოლმე. რაღაცას აჩვენებს ხოლმე იმისას, რომ ადამიანს ეს მოღვაწეობის ძალა რა ჰქონდეს, აი სასუფეველის სიტყვების ნაპერწკალს აჩვენებს ხოლმე ღმერთი. და ისინი გამოეცხადნენ და უთხრეს, რომ დაადგინეო ჩვენი დღესასწაულიო, რომ დაწერილიყო მათი ხატი, აი ტაძარში რაც გაჩვენეთ ხატი. და დადგენილიყო მათი დღესასწაული ერთად აღენიშნათ. ნიშნად იმისა, რომ ღვთის წინაშე ისინი თანასწორნი იყვნენ. აქედან მოდის მათი დღესასწაულიდან. კაბადოკიიდან იყვნენ ბასილი დიდი და გრიგოლი ღვთისმეტყველი. ისინი ძალიან ესეთი მეგობრები იყვნენ, აი მათზე წერია, რომ ერთი სული იყო ორ სხეულში. როგორ შეიძლება ახლა ერთი სული ორ სხეულში იყოს, მაგრამ ან იმდენად ერთსულოვანი იყვნენ, იმდენად ერთნაირად ფიქრობდნენ, ერთნაირად აზროვნებდნენ, ერთი მსოფლმხედველობა ჰქონდათ, ერთი სურვილი და მისწრაფება ჰქონდათ, რომ ღვთისთვის ემსახურათ. და ახლა წუხელ კითხულობდნენ წმინდა ბასილი დიდის წერილებს, ისინი ერთმანეთსაც წერეს, სხვასაც წერს ბასილი დიდი. საოცარი წერილები, აი დაწყებული 357 წლიდან, ანუ როდესაც ის იყო 27 წლის და დამთავრებული, აი ბოლო წერილებია თუ არა ვწდები 374 თუ 15 წელი. 79 წელში გარდაიცვალა 49 წლის ასაკში წმინდა ბასილი დიდი და სადღაც იყო გასამგზავრებელი და წერდა ერთ-ერთ ადამიანს, რომ მე არ მგონიაო, რომ ჩემმა სხეულმა ესე იგი გამიძლოს. რომ იქ რო წამოვიდე იქ მოგზაურობა იქ ძალიან სუსტი იყო და ფიზიკურად ძალიან სუსტი იყო და ავადმყოფობდა და ამიტომაც ამბობდა ამას და მართლა ძალიან მალევე გარდაიცვალა. და საოცარია ის სიღრმე მისი წერილებისა, აი
27 წლის ადამიანი როგორ წერილებს წერს, ესე იგი რევზე ფიქრობს, რევზე დარდობს თუ რა უხარია თუ რა არის მისი სურვილები, 27 წლის ადამიანისთვის ეს აუცარი ამბავია და მათზე წერია წმინდა ბასილი დიდზე და გრიგოლ ღვთისმეტყველზე, რომ მათ მხოლოდ ორი გზა იცოდნენ, როდესაც ისინი სასწავლებელში იყვნენ, ერთად იყვნენ კონსტანტინოპოლშიც, ერთად იყვნენ ათენშიც და ორი გზა იცოდნენ, ერთი ტაძრის და ერთი სასწავლებლის. ახლა მე დილოსაც პირველ რო ქონდა სოფელში ვამბობდი, რომ დღეს ადამიანი ევროპის დედაქალაქში კი არა, საქართველოს დედაქალაქში რო მიდის, იქ ბევრი გზები იცის მოკლედ. მარტო სასწავლებლის და ტაძრის კი არა. აი, შეიძლება ეგორი არ იცოდეს, დანარჩენი ყველა გზა იცოდეს. რა ვიცი, რა აღარ შეიძლება იცოდეს. შეიგი რესტორნის თუ ღამის კლუბის თუ რაღაცა სათამაშოების, კაზინოების თუ რა ვიცი, 1000 გვარი რამე შეიძლება იცოდეს. მაგრამ აი მათი მისთან ახლა წარმოიდგინეთ სამწუხაროდ არის რა თქმა უნდა. უბრალოდ აი მე მათი ცხოვრება მინდა როგორც მაგალითი ეგრეთ წარმოაჩინო, იმიტომ რომ ისინი მართლაც მაგალითი არიან. წარმოიდგინეთ კონსტანტინოპოლი, დღევანდელი სტამბული, მაშინდელი ბიზანტიის დედაქალაქი, ესე იგი, იქ მიდიან ესენი სასწავლებლად. ათენი არანაკლები, ესე იგი. და წარმოიდგინეთ, აი, იქ მიდიან და მათთვის რამდენი საცდური არსებობს. მაგრამ მათ გულში დანთებული ღვთის მოსაობის და ღვთის მოშიშების ცეცხლი წავს ყველანაირ საცდურს და მათ არ აინტერესებთ ის დანარჩენი გზები. გარდა ტაძრისა და გარდა სასწავლების, ანუ ცოდნისა და რწმენისა. აი ეს იყო მათში, ცოდნა და რწმენა. როდესაც ესე იგი წმინდა ბასილი დიდთან მივიდნენ, ეს უკვე მღვდელმთავრობაში ხდება, კესარია კაბადოკიაში იყო, ეს ქალაქი კესარია და მისი მღვდელმთავარი იყო ბასილი დიდი. და ამ დროს იყო არიანელთა ერესი. არიოზი იყო ერთ-ერთი მღვდელმსახური, რომელიც ეგვიპტეში იყო და სრულ სწავლებას ავრცელებდა. თითქოს ძეღმერთი არ არის თანამარადიული, თანადიდებული, თანადროული მამა ღმერთისა და თითქოს ის არის ქმნილებათა შორის საუკეთესო, მაგრამ მაინც ქმნილება და არა ღმერთი. და ესე იგი, იმდენად იყო ფეხი მოკიდებული, აი ამ ერეს იმდენად ჰქონდა ფეხი მოკიდებული, რომ გრიგოლ ღვთისმეტყველი, როდესაც უკვე ის მღვდელმთავარი იყო და კონსტანტინოპოლში ჩავიდა, ყველა ტაძარი არიანელთა ხელში იყო. წარმოიდგინეთ, აი, ახლა ჯერ თბილისში რამდენი ტაძარი შეიძლება იყოს, არა და ახლა დედაქალაქში კონსტანტინოპოლში რამდენი ტაძარი შეიძლება ყოფილიყო და არც ერთი არ იყო მართლმორწმუნეთა ხელში. ერთ-ერთი სახლი ჰქონდათ, სადაც იქ ლოცულობდნენ და წირვას აღასრულებდნენ. ასეთი მძიმე იყო ის ეპოქა, რაშიც მათ მოუწიათ მოღვაწეობა და როდესაც მიდის მასთან ერთ-ერთი პრეფექტი იმპერატორისგან გამოგზავნილი, ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. იქ გადაიბირეს მღვდელმთავრები სამწუხაროდ და უნდათ ასევე ბასილი დიდის გადაბირებაც და შეეშინებინათ თუ რაღაცა და მიდიან და ეუბნებიან, რომ უკლედ უნდა აღიაროს ეს არიანელობა და თუ არა და ემუქრებიან, ესე იგი დასჯით ემუქრებიან, გადასახლებით, სიკვდილით, ესე იგი ქონების ჩამორთმევით და ძალიან ხნეა და ძალიან უბრალოდ და მტკიცედ პასუხობს წმინდა მღვდელმთავარი, რომ სად უნდა გადამასახლოთ ისეთ ადგილზე, რომ ღმერთი არ იყოს. ანუ თქვენ რითიც აპირებთ ჩემს შეშინებას, ეგეთი არ არსებობს არაფერი. ანუ ამას ეუბნება, აზრი არ აქვს ახლა მაგ თქვენ სიტყვებს, იმიტომ რომ ესეთი რწმენის კაცს მართლაც რო ვერ შეაშინებდნენ და რას ეუბნება? სად უნდა გადამასახლოთ ისეთ ადგილზე, რომ ღმერთი არ იყოს. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ გადამასახლებთ და ამითი დამამწუხრებთ და სხვადასხვა ივანე ოქროპირი გადაასახლეს. და საქართველოში, კომანში აღესრულა. აფხაზეთის ტერიტორიაზე 30 წელი მისი წმინდა ნაწილები აფხაზეთში იყო. მერე მოხდა გადასვენება. ახლა კვირას რომ დღესასწაული იყო,
წმინდა იოანე ოქროპირის და სწორედ ეგ დღე იყო, რომ მისი წმინდა ნაწილების გადასვენებისა კომანიდან კონსტანტინოპოლში. და სად უნდა გადამოსახლოთ, არ არის ესეთი ადგილი ღმერთი რომ არ იყოს. თუ ქონების ჩამორთმევას მოინდომებთო, ერთი შესამოსლის და წიგნის მეტი არაფერი არ მაქვს და რა უნდა ჩამომართოთ. ანუ ჩემი პირადი მეტი არაფერი არ მაქვს, თუმცა ცნობილია რომ მისი წირვა ძალიან დიდი დიდებულებით და ბრწყინვალებით გამოირჩეოდა. ეს ყველაფერი ეკლესიისაა და მისი პირადი მარტო ერთი შესამოსელი და წიგნი მაქვს. ანუ ვერც ამითი ვერ შემაშინებთ, არა მაქვს ის რის ჩამორთმევასაც თქვენ ჩემთვის აპირებთ. თუ წამებას დამიპირებთო, როგორც თქვით, ძალიან სუსტი იყო. იმდენად სუსტი ვარ, რომ მხოლოდ პირველ დარტყმას გავიგებ. და მე გარდავიცვლებიო. თუ მომკლავთო, ამაზე უკეთეს არაფერს არ იზავთ. თქვენ დამეხმარებითო ღმერთთან უფრო ადრე მისვლაშიო და ეს გაკვირვებული უყურებს და რატომ გიკვირსო ესეო, ეტყობაო შენო ღვთისმთავართან არ გისაუბრიაო. და უთხრა რომ მე მოვალო ისეო და აი ამ მოქარას აღვასრულებო თუ აზრს არ შეიცლიო და წმინდა ღვთისმთავარმა უთხრა რომ მე ისევ ამ აზრზე დავრჩები შენ, როდესაც დაბრუნდები და შენ როგორც გინდა ისე გააკეთებ და ხელი აიღო იმპერატორმა იმ ეპარქიაში ქრისტიანების დევნაზე. ხელი აი წარმოიდგინეთ ამ ერთი კაცის აი ამ დიდმა სიმტკიცემ რამდენი ადამიანი გადაარჩინა. და ესეთები იყვნენ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველიც, ესეთი იყო წმინდა იოანე ოქროპირიც. წმინდა იოანე ოქროპირს ცოტა შემდგომ მოუწია. ცოტა შემდგომი თაობა გრიგოლ ღვთისმეტყველისა და ბასილი დიდის შემდგომ ასაკი ცოტა პატარა იყო მათზე, მაგრამ და თითქოს მოუწია ისეთ პერიოდში, რომ არიანელობა აღარ იყო, მაგრამ მაინც მძიმე ხვედრი ხვდა წილად, ესე იგი. თვითონ წარმოშობით ანტიოქიიდან იყო. და საბოლოოდ ის კონსტანტინოპოლის პატრიარქი გახდა და სამეფო კარზე, როდესაც ფიქრობდნენ, რომ ეს ისეთი ადამიანია, ვის დამორჩილებასაც შეძლებენ. ისტორიკოსი წერს, რომ წმინდა იოანე ოქროპირის პირველივე ქადაგებიდან მიხვდნენ, რომ როგორც იტყვიან, კოზი ნაძარში ჩაუვარდათ. და მიხვდნენ, რომ ეს ის კაცი არ არის ჩვენ ჭკუაზე რო ივლისო. პირიქით მას დაპირისპირება ჰქონდა დედოფალ ევდოქსიასთან, ესე იგი. და ამბობდა, რომ კვლავ აღიძრის ჰეროდიადა და კვლავ მოითხოვს იოანეს თავს. ჰეროდიადა ის იყო მეფე ჰეროდეს უკანონო მეუღლე იოანე ნათლისმცემელს რო თავი მოჰკვეთეს და შედარება გააკეთა იმასთან პარალელი გავლო, რომ როგორც ის მეფის უკანონო ცოლი, ესე იგი ემტერებოდა იოანე ნათლისმცემელს, ისევე ეს დედოფალი ჩემს მიმართ ესე არისო განწყობილი, იმიტომ რომ დედოფალს ამხილებდა უზნეობაში. ამხილებდა არაღვთისმიერებაში და ამიტომაც იყო მოაწყვეს უკანონო კრება, გადაასახლეს ერთხელ, განდევნეს ქალაქიდან და მოხდა საშინელი მიწისძვრა, ჩამოინგრა სასახლის რამდენიმე ოთახიც, მათ შორის ამ დედოფლის და ცოტა შეეშინდა, დააბრუნეს უკან, ადამიანური შიშ დააბრუნეს უკან ისე ღვთისმთავარ. მაგრამ ამ შიშმა დიდხანს არ გასტანა და კვლავ გადაასახლეს და ბოლოს როგორც თქვით, გადაასახლეს სომხეთში და გზაში გარდაიცვალა, ვერ მიაღწია იქამდე, კომანში გარდაიცვალა. და მისი ბოლოს სიტყვები იყო ასეთი, რომ დიდება შენ და უფალო ყველაფრისათვის. აი როგორი მძიმე ცხოვრება გამოიარა. თან პატარაობიდან ახლა ადამიანურათაც რო შევხედოთ, მამა მალევე გარდაეცვალა. და დედა ზრდიდა, ანთუსა ზრდიდა ძალიან დიდი ღვთისმოშიშებით და მან მოინდომა, რომ მონასტერში წასულიყო. განმარტოებით ეცხოვრა, მაგრამ დედის თხოვნით, რომ მამისგან მიყენებულ ჭრილობაში ან უღარ გააღრმავებო და დარჩი სანამ მე ცოცხალი ვარო და დიდი ხანი აღარ ვიცოცხლებო, არ და ახალგაზრდა ქალია, დიდი ხანი აღარ ვიცოცხლებო და ჩემს გარდაცვალებამდეო დარჩიო და მერე წადიო და მართლაც დაჰყვა დედის ნებას და ალბათ ღვთის ნებაც ესეთი იყო, იმიტომ რომ ერთი შვილი იყო წმინდა იოანე ოქროპირი და მამა გარდაცვლილი ყავს და მას ჭირდებოდა, ესე იგი შემწე და დარჩა დედის გარდაცვალებამდე, თუმცა ეგ იმას არ ნიშნავდა, რომ
საერო ცხოვრებას იყო მიცემული და შვება განცხრომას და ასე შემდეგ. იქაც მოღვაწეობით ცხოვრობთ. და ერთი რამ კიდე რაც მინდა აღვნიშნო სამივე მღვდელმთავართან დაკავშირებით, რომ მათ სამივეს უნდათ განმარტოვებით ცხოვრება. მონაზნობა უნდათ, მონასტერში ცხოვრება უნდათ. ისინი არ ფიქრობდნენ, რომ მღვდელმთავრები უნდა გამხდარიყვნენ. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ მათი ნების საწინააღმდეგოდ ეკლესიის საჭიროება ასეთი იყო, ღვთისნება ასეთი იყო, რომ ღმერთს ასეთი ადამიანები ჭირდებოდა. ერთი ის, რომ მოღვაწენი, წმინდანი, ცხოვრების წესი ასეთი ქონდა, მეორე ის, რომ მათ არ მიაჩნდათ თავი საიმისო დღისად, რომ გამხდარიყვნენ მღვდელმთავრები, გაურბოდნენ ისინი ამას. და სწორედ ის, ვინც გაურბოდა ამას, ოღონდ გაურბოდა არა იმიტომ, რომ არ კადრულობდა ამ მსახურებას, პირიქით, თავის თავს ვერ აკადრეს, რომ მე ღირსი ვარ, რომ ეს მსახურება მივიღო. და ღმერთს სწორედ ეგეთები უნდა, როგორ იყო აი ამ მეზოლისა და ფარისევლის სიგავში ნათქვამი, ახლა სწორედ მეზოლის და ფარისევლის კვირაში ვიმყოფებით. რომელმან დაიმდაბლოს თავისთვის, იგი ამაღლდეს. და ვინც დაიმდაბლა თავისი თავი ღმერთმა, ისე აღამაღლა, რომ აი მათი სახარება და სამოციქულო იკითხება მათ წირვაზე. ასეთი რამეა ნათქვამი, ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმამათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი. ანუ მთელ დედამიწაზე განივცო მათი სიტყვა. აი წეღანაც ხო ამბობთ. არ არსებობს ისეთი ქვეყანა, სადაც მათ სიტყვას არ მიეღწიოს. ახლა უიშვიათესი სადღაც შეიძლება არსებობდეს, რა თქმა უნდა, თეორიულად რო დაუშვა, მაგრამ ისე როგორც მათი სწავლებებია გავრცელებული, სხვა წმინდა მამის არა. თუმცა რამდენი დიდი წმინდა მამა არსებობს. თან წარმოიდგინეთ, მაშინ არ არსებობდა არც აუდიო ჩაწერა და არც ამ დაგვარი არაფერი, სტენოგრაფები იყვნენ, ის რომ ქადაგებდა, ესენი აქეთ ისხდნენ და იწერდნენ. ზოგრამეს თავად თვითონ წერდნენ. მაგრამ საოცარი ის არის, რომ ამ ნაწერებს ადამიანები ზეპირათაც კი სწავლობდნენ. აი წმინდა იოანე ოქროპირის ქადაგებებზე არის ცნობილი, რომ ამ ქადაგებებს ადამიანები ზეპირად სწავლობდნენ. ეს საკმაოდ ვრცელი ქადაგებები იყო. საკმაოდ ვრცელი ქადაგებები და ძალიან მარტივად ნათქვამი. აი იმდენად გასაგებად და იმდენად ესე მარტივად ნათქვამი, რომ ზოგჯერ ხდებოდა ისე, რომ ქადაგების დროს ხალხი ტარს დაუკრავდა ხოლმე. აი წარმოიდგინეთ, აი თან მარტო ის კი არა, რომ გაიგე. ეხლა რაღაცა შენზე იმოქმედა რაღაცნაირად და აი ამ მოზღვავებული ემოციებისგან ადგები და ტაშს უკრავ. წარმოიდგინეთ, აი როგორი ქადაგება უნდა ყოფილიყო და ის უშლიდა, ოღონდ არ მინდაო მე ეს ტაშის კრავ, იმიტომ რომ მან იცოდა, რომ ყველაფერი ღვთისგან არის. თავდაპირველად მისი ქადაგება წმინდა იოანე ოქროპირისა, როგორც ამბობენ, ძალიან მაღალფარდოვანი იყო, ძალიან ნასწავლი კაცი იყო და სულიერი. თუმცა უთქვამს ერთ-ერთ მრევლს, რომ თქვენი ჭერმეტყველების ჭა ძალიან ღრმა არისო და ჩვენი გონების თოკი ვერ წდებაო. ხო არის, რომ რაღაცაზე გევსაუბრებიან მაღალფარდოვნად და კი ხვდები, რომ რაღაცა დიდებულზეა ლაპარაკი, მაგრამ აი ვერ ხვდები ბოლომდე რა გითხრეს. ხო და ეს უთხრა იმ ქალბატონმაც, რომ ძალიან ღრმა არისო თქვენი ჭერმეტყველების ჭა და ჩვენი გონება დაურწყულებელი რჩებაო. ჩვენი გონების თოკი ვერ წდება იქამდე, რომ ამოიღოს ეს და ამით ინუგეშოს. და ამიტომ მე ვცდილობდა, რომ ყველასათვის გასაგება ძალიან მარტივად, აი რო გამოდიოდაო გარეთ ეკითხებოდა უკან ხალხს ტაძარში, რომ აბა შენ თუ გაიგე რაზე იყო ლაპარაკი. იმიტომ რომ მთავარი ხო ის არის, რომ ადამიანამდე მიიტანო ის სიტყვა რა, ადამიანის გულამდე მიიტანო და რატომ მიდიოდა მათი სიტყვა ადამიანის გულამდე? იმიტომ რომ მათი ცხოვრების წესი ახლოს იყო იმ სიტყვასთან, რასაც ისინი ამბობდნენ. ახლა ჩვენ ზოგჯერ აი ამბობთ, რომ აი დავუშვათ ჩვენი შვილი არ გვიჯერებს, რაღაცას ვეუბნევით და არ გვიჯერებს. ახლა მაგალითად აი დედა რო ეუბნება შვილს, რომ ტელეფონი დიდხანს ნუ გიჭირავს, სიტყვაზე ამბეს ცნობი გავრცელებული ისაც არის. მაგრამ დედას უჭირავს უფრო დიდხანს, აი როგორ შვილის გულზე ეს სიტყვები არ მოქმედებს.
არ მუშაობს, იმიტომ რომ არ აქვს ძალა, არ აქვს ამ სიტყვას. რთული საკითხია და ანუ მე იცი რაზე ვამბობ, ეს უბრალოდ მაგალითისთვის მოვიყვანე. ახლა მამა თუ ეტყვის შვილს, რომ შვილო, თამბაქოს მოწევა არ ვარგა, ესეთია, ისეთია, თვითონ ეწევა. ეს სიტყვები არ მოქმედებს შვილს. მაგალითად, ვიღაცას მწუხარება არასოდეს არ უნახია. და მწუხარე ადამიანი ნახა და მიდის და ანუგეშებს და მის სიტყვებს არ აქვს იმდენი ძალა. აი ვისაც ეს მწუხარება გამოუვლია, აი სიტყვაზე ხო ჯარი წერია ყველას, მაგრამ ვისაც შვილი გარდაცვლილი ყავს, ის რომ მივიდეს შვილმკვდარ დედასთან თუ მამასთან და ანუგეშოს, მისი სიტყვა გაცილებით მოქმედი იქნება და ძლიერი, ანუგეშებელი, ვიდრე იმისა, ვისაც ეს არ გაუვლია, არ იცის ეს რა არის. ხო და აი მაგიტომაც ესე იგი იმ წმინდა მამებს უამრავი რამ ჰქონდათ გადატანილი ქრისტეს ერთგულებისათვის და მათი სიტყვა ადამიანის გულებზე მოქმედებდა და მათ სიტყვას ადამიანები დაეწაფებოდნენ ხოლმე. დაეწაფებოდნენ. ისედაც ახლა ჩვენ რო წავიკითხოთ, აი თუ შეგიმჩნევიათ, არ ვიცი, მე შემიმჩნევია რომ კითხულობ ამა თუ იმ ლიტერატურას საერო იქნებათ სასულიერო და რაღაცა შენს გულზე განსაკუთრებით მოქმედებს. განსაკუთრებით აი რომ ვიტყვი ძალუმად მოქმედებს. აი რაღაცა შეიძლება სხვაგან რაღაც წაიკითხო და 10 ჯერ წაიკითხო და არ დაგამახსოვდეს და სადღაც ერთი წაიკითხო და ის არასოდეს არ დაგავიწყდეს. არ ვიცი, შეიძლება შეგიმჩნევიათ. და წმინდა მამათა ლიტერატურაში არის კიდე ასეთი რაღაც რომ შეიძლება ერთ წინადადებაში იმდენი თქვას რომ სხვამ რომ მთელი წიგნი დაწეროს ის ვერ თქვას. ისე ზუსტად, ისე კარგად შეიძლება ვერ თქვას. აი ეს ლაკონურობა ახასიათებს კიდე რა მოკლე წინადადებაში ძალიან ბევრი რამეა ჩატეული. ჩვენი პატრიარქის ქადაგებაც არის ასეთი ხოლმე, რომ დააკვირდები, შეიძლება ერთი წინადადება თქვას, მაგრამ ამ ერთ წინადადებაში ზღვა იყოს ჩატეული. ბევრი რამ არის ახლა მათი მოღვაწეობიდან, მაგრამ რა ვიცი, უბრალოდ ახლა ჩვენ დროც არ გვეყოფა, რომ ყველაფერზე ვისაუბროთ. ამიტომაც გავჩერდები. როგორც იტყვიან ხოლმე, დანარჩენია შეგვიძლია რომ გავაგრძელოთ სახლში, იმიტომ რომ უამრავი ლიტერატურა არსებობს, უამრავი ქადაგება არსებობს. წირვა, ესე იგი, რასაც ჩვენ დღეს აღვასრულებთ, სწორედ წმინდა იოანე ოქროპირის შედგენილია. მთელი წლის განმავლობაში, რასაც აღვასრულებთ. წელიწადში 10 ჯერ არის წმინდა ვასილი დიდის წირვა. 10 ჯერ არის. ის ზომით ცოტა დიდია. დანარჩენი მთელი წელი წმინდა იოანე ოქროპირისა. მათ აქვს უამრავი ნაშრომი დატოვებული სამონაზნო ცხოვრების შესახებ, ზნეობრივი ცხოვრების შესახებ, ესე იგი კანონიკური სამართლის კანონები აქვს წმინდა ბასილი დიდს დაწერილი, ესე იგი აი ჟულის კანონში რაც არის შესული. წმინდა წერილის განმარტებები აქვს დაწერილი, მათი ქადაგებებია ჩაწერილი. ეს ქადაგებები ძირითადად წმინდა იოანე ოქროპირი, როდესაც წმინდა წერილს განმარტავდა, ძირითადად ეს ქადაგებებია და მერეა ჩაწერილი, მერეა თემებად დაყოფილი და ასე წიგნებად გამოცემული და სხვა. ხო და წეგანა რასაც ვამბობდი, ესე იგი ჩვენს წინაპრებს, აი ახლა ამ შემთხვევაში ვამბობ სულიერ წინაპრებსაც და ხორციელ წინაპრებსაც. როგორი შრომა ჰქონდათ ჩადებული. ახლა წარმოიდგინეთ რა, ეს არის სახარების წიგნი. ჩვენ აქ ვართ აი რამდენი 50 ადამიანი. ერთი წიგნი გვაქვს და ჩვენ თუ გვინდა რომ ყველას გქონდეს, უნდა ავდგეთ და ყველამ სათითაო 100 გადავწეროთ. და კი არ გადავწეროთ, არამედ გადავხატოთ, აი ძველ აი ხელნაწერებს თქვენ თუ ნახავთ აი ბიბლიებს და იმას. როგორ ყველა 100 არის ნაფერები. ყველა 100 არის აი შესრულებული ძალიან დიდი რუდუნებით. ისე კი არა მიჯღაბნილი და ის. ხო არც დაბეჭდილი არ არის, სად იყოს დაბეჭდილი. ყველა 100 არის ცალკე ნაფერები, არის ეს საოცარი რამე, რამხელა გულმოდგინება უნდა ჰქონოდა ადამიანს და რამხელა ირწმენა და მართლაც მისწრაფება, რომ ეს გაეკეთებინა. დღეს ჩვენ უამრავი
გამოცემა გვაქვს ახალი აღთქმის თუ ძველი აღთქმის და წმინდა მამათა ნაწერები და ასე შემდეგ და რა ვიცი ჩვენ გავზარმაცით ვერ ვიღებთ ხელში და მათ კიდე რამდენი შრომა აქვს ჩადებული დღევანდელ სახარებაში რა ეწერა ის სწორედ მათთან დაკავშირებულ სახარებაში ასე ეწერა თქვენ ხართ ნათელნი სოფლისანი ვერ ხელეწიფების ქალაქსა დაფარვად მთასა ზედა დაშენებულსა ეხლა გორიდან რო გახედა ეხლა კი ცოტა დიდი корпуსები ააშენეს და რა ვიცი ჩემი პირადი აზრია არ უხდება გორს დიდი корпуსები იმიტომ რომ გორის ციხე დაიფარა მაგრამ გორიდან რო შეხედა ნებისმიერი ადგილი გორის ციხე ხო ჩანს და ის ხო არ დაიფარება მთაზე აშენებული ქალაქი ხო არ დაიფარება და ქრისტიანის ცხოვრებაც ესეა არ დაიფარება შენ გავხარ მთაზე დაშენებულ ქალაქს შენ გავხარო იმ სანთელსო რომელიც სასანთლეზეა დამაგრებული სანთელს ხო არ ანთებენ და მაგიდის ქვეშ ხო არ დგამენ არამედ სასანთლეზე და უფალი ამბობს აი ნახეთ როგორ ამბობს ეგრეთ ბწყინებდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთ ანუ ისე ბწყინავდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშეო რომ რაითა იხილნენ საქმენი თქვენი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათას ანუ თქვენი კეთილი საქმეები იხილონ და თქვენ კი არ გადიდებდნენო არამედ თქვენ ზეციერ მამას ადიდებდნენ აი ესეთი უნდა იყოს და ეხლა თქვენ ხო დააკვირდით რომ ეს სანთელი რო ავანთეთ უფრო დიდი იყო ნელ-ნელა დაიწვადა თუ არ დაიწვიდა არ დაიხარჯე ვერც გაათბობ და ვერც გაანათებ და ქრისტიანი ეგეთი უნდა იყოს უბრალოდ ახლა ჩვენ უნდა დავსვათ შეკითხვა ასეთი საკუთარ თავს უნდა დავუსვათ როდესაც აი ამა თუ იმ ქადაგებას ვისმენთ ეს უნდა ვიფიქროთ რომ ეს ჯერ ჩვენ გვეხება ჩვენ თუ ვიფიქრებთ ადრე უსმენდი ერთ-ერთ სასულიერობის წლების წინ ჩვენ თუ ვიფიქრებთ რომ ამას ჩვენს მეზობელზე ამბობს ჩვენს კლასელზე ჩვენს თანამშრომელზე მაშინ ამისგან ჩვენ არანაირ სარგებელს არ მივიღებთ ანუ ის ესეთია ის ისეთია იტყვი მაგრამ მე ჩემს თავზე თუ არ მოვარგებთ მე არ მეჩხლიტა ის მაშინ მე სარგებელს ვერ მივიღებ და ჩვენს თავს უნდა დავუსვათ შეკითხვა ვართ თუ არა ის ნათელი რომელზედაც უფალი ამბობს აი იმ საზოგადოებაში იმ ესე იგი სამსახურში თუ უპირველეს ყოვლისა ჯერ იმ ოჯახში აი უნდა დავფიქრდეთ ვართ თუ არა ესეთი ნათელი რომ ჩვენი ცხოვრების წესით სხვას გზას უნათებდეთ სხვას გზას ვაჩვენებდეთ სხვას ვათბობდეთ და ვანუგეშებდეთ აი თუ ვართ ესეთი ჩვენს ოჯახში იმიტომ რომ ოჯახიდან უნდა დაიწყო ვერ დაიწყებ ამას სამსახურიდან ვერ დაიწყებ ვერსაიდან თუ ოჯახიდან არ დაიწყო რატომ იმიტომ რომ ოჯახში ეხა მაგალითად აი ხო არის ხოლმე რომ ადამიანები ერთად მოხდებიან სხვადასხვა ოჯახებიდან მაგრამ ნუ საპატიმროში მოხდებიან ერთად იქ ვერავის არაფერს მოატყუებს შენ გაშიშვლებული ხარ ყველა გიცნობს ძალიან კარგად ეგრე არ არის იქ ერთად რო გიწევს ამდენი ხანი ცხოვრება იქ უკვე ის ნიღაბია ვეღარ აქვს და ოჯახშიც არ აქვს ის ნიღაბი გარეთ შეიძლება თავი მოაწონოს ხას მე ასეთი ვარ ისეთი ვარ მაგრამ სინამდვილეში ისეთი ხარ როგორიც ოჯახში ხარ ადამიანი ხო და ჯერ იქიდან უნდა დაიწყო და ობიექტურად უნდა შეხედო შენს თავს რომ მე თუ არ ისეთი უფალი რომ ამბობს ჩვენ სამწუხაროდ ასეთი რამ გვახასიათებს რომ ჩვენ მარტო შენიშვნებს ვაძლევთ ყველას ყველაფრის გამო მით უმეტეს აი ეს ახასიათებს მაშინ როდესაც ახალი დაწყებული გვაქვს ეკლესიური ცხოვრება და რაღაცა გაგვიგია ესე იგი ცოტა და რაც გაგვიგია იმასაც ხოვთ და იმის იქითაც ხოვთ ესე იგი და ჯერ საკუთარ თავს არ თხოვს ადამიანი არა და ნახეთ აი რასეუბნაო პეტრე მოციქულე თუნდაც აი მანდილოსნებს რასეუბნაო ნახეთ ცოლნი დაემორჩილენი თვისთა ქმართა ამაზე ხო გახსოვთ რამდენი როგორ უნდა დაემორჩილოს ცოლი ქმარს და ასე შემდეგ ეს წუთისოფლის აზროვნება სამწუხაროდ თუმცა აი მოციქული პეტრე რას ამბობს თუ ვინმეს თან ახლა ხასთუსამ თუ ვინმეს რამე სადაო აქვს
წავიდეს და მოციქულ პეტრეს ედავს. იმიტომ ეს ჩემი სიტყვები არ არის. მე მოციქულ პეტრეს სიტყვებს ვკითხულობ ახლა. ხო მართალია? ხო და რაითა, ანუ დაემორჩილეთო, რატო დაემორჩილეთ? დაღა თუ ვინმე ურჩარიან სიტყვის ამის, ანუ ღვთის სიტყვის ურჩნი თუ არიან, დაუშვათ, შენ მანდილოსანი ხარ, შენი მეუღლე ეწინააღმდეგება ღვთის სიტყვას. დედათა სვლის ამისგან თვინიერსაც სიტყვისა შეიძინა. ანუ შენი მისადმი ასეთი დამოკიდებულებით, ის შეიძლება რწმენაში მოვიდეს. შეიძლება ის მან სახარება არ იცის, ან იცის და ეწინააღმდეგება, მაგრამ შენი ცხოვრების წესით, შენი მორჩილებით ღვთის სიტყვისადმი და მორჩილებით ამის გამო მეუღლისადმი, შეიძლება ის რწმენაში მოვიდეს. ხო და ნახეთ რა შეეუბნება. ხედვიდან რა იგინი შიში წმინდა სამას სვლასა თქვენს, რომ ისინი დაინახავენ შიში და სიწმინდით თქვენს ცხოვრებას. აი ამის გამო შეიძლება ისინი რწმენაში მოვიდნენ. რომელი იყავენ არა გარეშითა მით განთქვისითა თმათაითა შესხმითა ოქროისაითა გინა სამოსლისაითა შემკობა, ანუ გასაგებად რო ვთქვა. რომელიც ცხოვრებაც, ანუ მანდილოსნისა კი არ იქნება მარტო გარეგნულად იმ ფერუმარილით თუ სამკაულებით და სამოსლით გაბწყინებული, არამედ დაფარული იგი გულისა კაცი, ანუ შიგნით, იმ მანდილოსნის გულში შიგნით, რომ იქნება სიწმინდი ცხოვრება. არამედ დაფარული იგი გულისა კაცი, უხრწნელი თამით, მშვიდის ამის და მყუდროისა სულისა წესით. ანუ მყუდროთ, სიმშვიდით, მოგრძალებით, ეს არის სამკაული. დედაკაცის და შენში თუ ამ სამკაულს ხედავს, ის შეიძლება სახარებისეული მცნებების გარეშეც კი მივიდეს ღმერთამდე. და აი რომ ამბობს, ესე იგი თქვენს კეთილ საქმეებს რომ დაინახავენო ღმერთი ადიდონო. ჩვენ ისე კი არ უნდა ვაკეთოთ ესა თუ ის საქმე, რომ ჩვენ ქება დაგვიწყო. ახლა მაგალითად აი მამაპაისი ათონელი რომ ამბობს, ნეტავიო ის თუნუქის ყუთი ვიყო დაჭეჭყილიო, რომელიც მზეს აირეკლავს. გახსოვს შენ ხო გითხულობ. ნეტა ის თუნუქის ყუთი ვიყო, სარკე ხო აირეკლავს მზეს, მაგრამ ტალახიანი სარკე ვერ აირეკლავს. სუფთა, ანუ ადამიანი თუ განიწმეს თავის სულსა და გულს, ესეთ ადამიანში ღვთისთვისებები გამოჩნდება და წმინდა პაისი ათონელი თავისი თამდაბლობით და უბრალოებით ამბობს, სარკე კი არ ვიყო, არამედ აი თუნუქის ასე კონსერვის იმას რო გახსნი და რო გადააგდებ დაჭეჭყილიო, ნეტავი ის მაინც ვიყო, ოღონდ სუფთა, რომ ჩემში ღმერთი გამოჩნდეს, აი ეს აირეკლო, ეს ავირეკლო მეოდა. აი ეს უნდა იყოს ადამიანი და ამ შემთხვევაში ადამიანს ამპარტავნება არ ექნება, რომ მე ვაკეთებ ამას. არავინ არ იტყვის, რომ ის თუნუქის ყუთი ანათებს, სარკე ანათებს, არავინ არ იტყვის. არამედ მზე ანათებს მასში და ღმერთი გამოჩნდება ადამიანში და ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამით იხარობს ადამიანი. იესო ქრისტე რომ ამბობდა პირველი შეკითხვა, მუდამ ხიზლად იყავითო, მე მგონი აქ პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. მგონია რომ აქ სხვა სიფხიზლეს გულისხმობ და ჩემი აზრიდან. თქვენ როგორ ფიქრობთ, იქნებ გამგვიმარტოთო. პირველ რიგში რა თქმა უნდა სულიერ სიფხიზლეს ამბობდა და ის მეორედ მოსვლის შესახებ ლაპარაკობდა და ანტიქრისტეს შესახებ ლაპარაკობდა და თუმცა თითოეული დღე შეიძლება ჩვენი იყოს ღმერთთან ღვთის წინაშე წარდგომის. თითოეული დღე, თითოეული წუთი, ამას ვერავინ ვერ გათვლის. ამიტომ ხიზლად იყავი პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ ყოველთვის გახსოვდეს ადამიანს, რომ შენ ხარ მოკვდავი, უნდა გარდაიცვალო, ამ წუთის სოფელში დროებით ხარ. მოგიწევს ღვთის წინაშე წარდგომა და რომ არ შერცხვე ღვთის წინაშე. არც შენი მეგობრების თუ ნათესავების თუ ოჯახის წევრების წინაშე, იმიტომ რომ რა შემთხვევაში შეიძლება შერცხვი. რაც დღეს დაფარულია ჩვენს გულში და საწინააღმდეგოა ღვთისმცნებისა, ის ღვთის წინაშეც და ადამიანების წინაშეც აშკარა გახდება. ამიტომაც თუ რამე ისეთია ჩვენს გულში, რისიც შევწყობოდა, რომ ეს გამოაშკარავებულიყო ერთმანეთის წინაშე, აქ უნდა შეინანოს ადამიანმა და ეს სიფხიზლე უნდა ქონდეს ყოველთვის, რომ
ფრთხილად გადადგას ნაბიჯები და თუ შეიძლება ის შეინანოს. თვეებია არ ვზიარებულა, რადგან მარხვა ძალიან მიწის. წირვაზე ყოველ კვირას დავდივარ და ვცდილობ ღვთისმიერად ვიცხოვრო. ეს კვირა რადგან ხსნილია, შეიძლება ვეზიარო, ესე ზიარებაც მეშინია და უზიარებლობაც. ეს უშუალოდ ადამიანმა მოძღვართან შეთანხმებით უნდა გააკეთოს. გააჩნია, რატო უჭირს მარხვის შენახვა. თუ ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა აქვს, მაშინ ეკლესია მას შეიძლება შეუმსუბუქოს მარხვა. და მნიშვნელობა არ აქვს ეს ხსნილის პერიოდი იქნება თუ მარხვის. ეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს შემსუბუქება მისი სულიერი და ხორციელი სიკეთიდან გამომდინარე შეიძლება მოხდეს. არა იმის მიხედვით, რომ ადამიანს როგორი მადად თუ პირის გამო აქვს, არამედ იმის მიხედვით, რა შეუძლია რომ გააკეთოს. ახლა ბავშვს და დიდს ერთნაირად ხო არ თხოვს, არა, რომ ერთნაირად იმარხულოს, არ ეკუთვნით ერთნაირი მარხვა. მაგრამ ვიღაცა შეიძლება ისეთი სუსტი ქონდეს ჯანმრთელობა, რომ ესე იგი ბავშვს უფრო ძლიერი ქონდეს ორგანიზმი, ვიდრე ზრდასრულ ადამიანს. ამიტომაც აი ამის შესაბამისად ხდება ის მარხვა. შეიძლება ვიღაცამ სიტყვაზე ყველი და ხაჭო ჭამოს და სხვამ შეიძლება მხოლოდ ლობიო ჭამოს, მაგრამ ამას უფრო მეტად ამისი მარხვა უფრო მეტი მარხვა იყოს. აი ღვთის წინაშე საბოლოო ჯამში. იმიტომ რომ ეს დამოკიდებულია ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ისე რომ ეს ყველაფერი მოძღვართა შეთანხმებით შეიძლება გაკეთდეს და ვისაც რა შეუძლია, ის უნდა აკეთოს. ვიღაცა შეუძლია რომ იდგეს ფეხზე და ისე ილოცოს. ვიღაცა შეუძლია რომ მხოლოდ იჯდეს და ისე ილოცოს. ვიღაცას ესეც არ შეუძლია. აი ახლა ჩვენი ზვადა მეგობარი ფეხი რომ მოიტეხა, წამოწოლია, ეგრე უნდა იყოს და ეგრე უნდა ილოცოს, მაგრამ ვინ იცის ღმერთმა იმ წამოწოლილისა უფრო მეტად შეიწიროს ვიღაცა რომ ფეხზე დგას. და იმაზე ფიქრობს ნეტამეტ წამოწოლილი ვიყო. აი ხო არის ახლა განსხვავება. ღმერთი არ უყურებს იმის მიხედვით, შენ ფიზიკურად რა მდგომარეობაში ხარ. ღმერთი უყურებს შენ შინაგანად რამდენი გინდა რომ შეწირო. აი სხვათა შორის წმინდა პაისი ათონელს კითხეს, რომ თუ შეიძლებაო რომ ადამიანმა დაჯდომილ მდგომარეობაში თქვას ფსალმუნებიოდა. წმინდა პაისიმ ასე უთხრა, ძალიან მოკლედ და ვფიქრობ ყველასთვის გასაგებად, რომ გააჩნია რამდენი უნდა რომ შეწიროს ღმერთს. ან ადამიანს თვითონ რამდენი უნდა რომ შეწიროს, გან არ შეიძლება რომ დაჯდე და ისე ილოცო, თუ არ შეგიძლია. აი თუ შეგიძლია რომ ადგე და ისე ილოცო და უბრალოდ იმარტივებ რომ მოდი ბარე იმას იზა მოკალათები და ეგრე ილოცო, ხო ხდებით, აი გააჩნია შენ რამდენი გინდა რომ შეწირო. იყვნენ ადამიანები, რომლებიც არასოდეს ღვთისმსახურების დროს არ ჯდებოდნენ. თან ამას ვამბობ, აი ძალიან გრძელი მრავალსაათიანი ღამისთევის ლოცვის დროს ზოგს ისიც კი ჰქონდა, თოკი ჰქონდა ჩამოკიდული და რომ არ დამჯდარიყო ამ თოკს ეჭიდებოდა. აი იმდენად ფეხები რო ვეღარ უძლებდა ალბათ, მე უკვე იმ თოკს ეჭიდებოდა რომ არ დამჯდარიყო. აი გააჩნია რამდენი უნდა რომ შეწიროს ადამიანს. ამაზეა დამოკიდებული. ეს მოძღვართან შეთანხმებით შეიძლება ზიარების საკითხის გადაწყვეტა. რომელია სწორი ფორმა? მოწყალებისა კარი განგვიღე თუ მოწყალების კარი განგვიღე? მე ვფიქრობ, ალბათ გრამატიკულადაც გამართული ასეა, რომ მოწყალებისა კარი განგვიღე. ასე წერია ლოცვებშიც, მოწყალებისა კარი განგვიღე. მე ესე უფრო ხშირად შემხედრი. როდესაც ზეთს ვიწყებთ, შეიძლება თუ არა ჯვრის ფორმით დავიტოვოთ და არ გადავინაწილოთ სხვაგან. ეს ნაკურთხი ზეთია და თუ შეიძილავს ადამიანი მტკივნეულ ადგილებში და ეს უკეთესიც იქნება. თან ახლა რატომ უნდა შეიძილოს? ესე ერთი ის რომ გონება შუბლზე რო იწყება, ეს გონება უნდა განიწმინდოს. ხელზეც შეიძილოს, ის ხელით საქმეც უნდა განიწმინდოს. და ასე შემდეგ. ალბათ ყველად კი არა, პირჯარსაც რატო იწერს ადამიანი, გონებაც უნდა განიწმინდოს, გულით და ხელით და ადამიანი უნდა განიწმინდოს. თუ არა და საბოლოო ჯამში მაინც მოხდება იმისი. ესე ხო არ დარჩება ჯვრის სახით, ერთხელ ერთი რამე და გავიხსენე.
ერთხელ ვიყავით სახლის კურთხევა და იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ ახლოს ეკლესიასთან და ბუნებრივია ხა ადამიანს რაღაცა ეტაპზე რაღაცა არ ესმის, სხვა დროს შეიძლება იმან ყველაზე მეტი იცოდეს, მაგრამ ესეთი რაღაც მოხდა. ესეც ხოცხებდი შუბლზე და ერთი ბიჭი უყურებს და ხო ესაკნეს და შეიზილეს ხა იქ ადამიანებმა. აბა ეგ რა გამოვიდა, უკვე წაიშალესო და ეგონა რომ და ყოფილიყო სულ ეს და ჯვარი გამოსახულდა, აბა რა გამოვიდა, ჯერ არ უცხიათო და უკვე წაიშალეს. განვლილ ცოდვებზე ფიქრი რამდენად სასარგებლოა, მე პირადად ძალიან მაწუხებსო. სწორია მონანიებულ ცოდვასთან უკან დაბრუნება. ეხლა როგორი ამბავია იცით, აი, როდესაც რაღაცა ხორციელი ცოდვა აქვს ადამიანს ჩადენილი, რაღაცა ისეთი, ჯობია რომ არ გაიხსენოს. იმიტომ რომ ამ გახსენებამ შეიძლება იგივე ცოდვაში ჩააგდოს. ეხლა რაღაცა უზნეო წმინდური ცოდვა აქვს ჩადენილი. თუ ამას ხშირად გაიხსენებს, შეიძლება მიაბრუნოს ამ ფიქრებმა უკან და რაღაცა ჩაადენილოს. მაგრამ თუ რაღაც სულიერი ცოდვა აქვს ადამიანს ჩადენილი, აი სადღაც ამპარტავნულად თქვა, სადღაც შეშურდა, სადღაც იძუნწ. ესენი ჯობია რომ ახსოვდეს, იმიტომ რომ ამას სიმდაბლეში მოიყვანოს. რომ გაიფიქრებს, რომ ვიღაცაზე მეტია, გაახსენდეს, რომ როგორი შურიანია, როგორი ძუნწია, როგორი ამპარტავანია, ჯობია რომ ესენი ახსოვდეს. თუმცა აი მე რაც წამიკითხავს წმინდა მამებთან, ჯობია რომ ის ხორციელი ცოდვები დაივიწყოს. თუმცა იმ ხორციელი ცოდვების გამო სიმდაბლე ჰქონდეს. და მეორეა კიდე აი თუ იმ ხორციელი ცოდვების გახსენება ან სულიერი ცოდვების ადამიანს სასოწარკვეთილებაში აგდებს, უიმედობაში აგდებს, ჯობია არ გაიხსენოს. მაგრამ სადაც ამპარტავნების საშიშროება, იქ ჯობია რომ გაიხსენოს. აი სადაც ადამიანს გაქებენ, იქ ჯობია რომ გაიხსენო რა ნაგავი გაქვს ჩადენილი. გულში რა ნაგავი გაქვს. მაგრამ სადაც უიმედობის ფიქრები გაქვს, იქ უნდა გაიხსენო რომ ღმერთი მოწყალია და მე რა რომ ჩადენილი გაქვს, ღმერთი მოწყალია და გაპატიებს. მაგრამ სადაც სხვაზე მეტობის წარმოდგენა გექნება უკვე, იქ ჯობია გაიხსენო რომ თლათ ეგრეც არ არის საქმე. სერვაი ადამიანმა ყველაფერი იმისთვის უნდა გამოიყენოს, რომ მტკიცეთ და მყარად იდგეს ფეხზე. შეგვეციოს წმინდა მღვდელმთავრების ვასილი დიდის, გრიგოლი ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირის მეოხება ღვთის წინაშე.